ხელისუფლებამ შრომით იმიგრაციის შესახებ კანონი გასულ თვეს გაამკაცრა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უცხოელების დასაქმება რთულდება. კერძოდ, უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლებების გაცემის მექანიზმი დაინერგება გათვალისწინებულია კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედება. მანამდე კი უნდა მოესწროს შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვა და მისი აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება. რა პირობებით მიეცემათ უცხოელ სამუშაო ძალას დასაქმების უფლება და როდიდან შედის ცვლილებები ძალაში, კანონის შინაარსის დეტალებზე ქალების ნარატივში ადვოკატი სალი ბეჟაშვილი ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. სალი, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა პირიქით თქვენ მოწვევისთვის. უპირველესად მინდა მაყურებლისთვის განმარტოთ ის შინაარსი, ცვლილებების შინაარსი, რომელიც შედის კანონში, სავარაუდოდ მომავალ წლის უკვე 1 მარტიდან. დიახ, სწორად ბრძანეთ. ნამდვილად იდგა საჭიროება იმისი, რომ აღრიცხულიყო შრომითი მიგრაცია. 2023 წელს დაიწყო პრინციპში ეს რეფორმები, პირველად, როდესაც დამსაქმებლებს დაევალათ აღერიცხათ ყველა უცხოელი და საქართველოში დასაქმებული და ასევე საქართველოს ფარგლებს მიღმა დასაქმების ფაქტები. თუმცა ეს აღმოჩნდა, რომ საერთო სტატისტიკას ბოლომდე არ აღრიცხავდა, როგორც კანონ პროექტის გამეტებითი ბარათიდანაც ვკითხულობთ და ამიტომ გახდა საჭიროება იმისა, რომ უფრო მეტი სიმკაცრით და მეტი აღრიცხვიანობის შედეგებისთვის შეცვლილიყო კანონში ცვლილებები. რა იცვლება? დღეს მდგომარეობით არ არსებობს სამუშაო უფლება ნებისმიერ პირს, რომელიც იმყოფება საქართველოში. აქვს უფლება იმუშაოს, გაუწიოს მომსახურება და ასე შემდეგ. თუმცა შემოთავაზებული ცვლილებებით, რომელიც უკვე მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, პირი, უცხოელი, ეს ცვლილებები ეხება როგორც თვით დასაქმებულებს, ასევე შრომით მიგრანტებს, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უნდათ რომ კონკრეტულ დასაქმებულთან დასაქმდნენ, ან დაუშვათ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება ის იყოს ფრილანსერი ფარგლებში, ან სხვა სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიონ მომსახურება, რომლისთვისაც მიიღებენ ანაზღაურებას. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, ამ ფორმატში უკვე ნებისმიერი სამუშაოს და მომსახურების გაწევა ექვემდებარება სავალდებულოდ შრომის უფლების აღებას კონკრეტული პირის მიერ. ამ უფლების აღების გარეშე საკმაოდ მაღალი სანქციები დააწესა როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის და ისე თვით დასაქმებული პირისთვის კანონმა, რაც ფაქტობრივად ირიბად პრევენციას განახორციელებს იმისა, რომ იყო შემთხვევები, რომ არ აღრიცხავდნენ კონკრეტული უცხოელის დასაქმებას და შესაბამის პორტალზე არ ხდებოდა მათი რეგისტრაცია. ამიტომ ყოველ შემთხვევაში კანონმდებლის მიზანი და მოლოდინი ეს არის, რომ გამკაცრებული ვალდებულებების ფარგლებში უკვე მეტი რეაგირება იქნება დამსაქმებლების და დასაქმებულების მხრიდანაც. კი ბატონო, კიდევ უფრო ვრცლად რომ განმარტოთ, ერთი შეხედვით ფართო სურათში რა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი და რას შეცვლის ეს შრომით ბაზარზე უფლებების ნაწილში? გარდა იმ აღრიცხვიანობისა, რაც ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი აქვს ამ საკანონმდებლო ცვლილებას. კერძოდ ეს არის ადგილობრივი სამუშაო ძალის მოფრთხილება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით უცხოელის დასაქმების უფლება უცხოელს მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში და შრომით ბაზარზე არსებობს დეფიციტი იმ კონკრეტული პროფესიისა და კვალიფიკაციისა, რომელიც გააჩნია უცხოელს. თუ პირიქით ჭარბი არის ამ სფეროში ადგილობრივი სამუშაო ძალა, ამ შემთხვევაში უცხოელს არ მიეცემა მუშაობის უფლება. ეს გარკვეულწილად იცავს ადგილობრივ დასაქმებულს იმ თვალსაზრისით, რომ სრულად იქნეს გამოყენებული ადგილობრივი სამუშაო რესურსი და გარკვეულწილად სწორედ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვასაც ემსახურება. კი ბატონო, მინდა კიდევ ერთხელ განმარტოთ, ვიზე გავრცელდება ეს და გავრცელდება თუ არა უკვე იმ ადამიანებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან უკვე ამ დროისთვის კომპანიებში. დარწმუნებული ვარ, მომართვიანობა ამაზე იქნება საკმაოდ მაღალი. დიახ. ვიზა ვრცელდება, როგორც ვთქვი, პირველი თვით დასაქმებული პირები, ეს იქნება თავის სამეწარმეო საქმიანობა აქვს და უშუალოდ იმ მეწარმედ არის რეგისტრირებული, გარკვეული ხელშეკრულების საფუძველზე უწევს მომსახურებას, არის პარტნიორი, არ აქვს მნიშვნელობა რა სამართლებრივი
მხრივი ჩარჩოებში იქნება ნებისმიერი სამუშაო და მომსახურება, რომელსაც უწევს ანაზღაურების სანაცვლოდ. ასევე შრომითი მიგრანტი, ფიზიკური პირი, რომელსაც კონკრეტულ დამსაქმებელთან სურს რომ დასაქმდეს. და რა თქმა უნდა, გავრცელდება ადგილობრივ დამსაქმებელზე, იმიტომ რომ რეგულაციები კონკრეტულ ვალდებულებებს მასაც აკისრებს. ეს იქნება ნებისმიერი ფორმით რეგისტრირებული ორგანიზაცია, გაერთიანება, არარეგისტრირებული კავშირიც კი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რომ დადოს ასეთი სახის ხელშეკრულება. კი ბატონო. რაც შეეხება მეორე ნაწილს, გავრცელდება თუ არა უკვე დასაქმებულზე. 2026 წლის 1 მარტს ამოქმედდება ეს ცვლილებები შემოთავაზე არსებული რედაქციით. და ამ დროისთვის თუ პორტალზე რეგისტრირებულია ასეთი უცხოელი, რომელიც უკვე დასაქმებულია, გულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს შემოკლებით, რომ ვთქვათ, პორტალზე, შრომითი მიგრაციის პორტალზე, მას ექნება ვალდებულება 2027 წლის იანვრამდე მიიღოს შრომის უფლება. შესაბამისად, გარკვეულწილად ვრცელდება, თუმცა დამატებითი ვადა მიეცემათ კიდევ ასეთ პირებს. თუმცა არ ვრცელდება ეს, უნდა ითქვას ესეც, ტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, მაგალითად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებზე, საერთაშორისო ჟურნალისტებზე და ასევე არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის მქონე პირებზე. კი ბატონო, ახალი კანონის პირობებში როგორ მოხდება საქართველოში უცხოელის დასაქმება? რა პროცესი იქნება ეს მიუყვეთ ამ ყველა პროცესს? კი ბატონო. აი განვიხილოთ ორი ვერსია. ერთი არის, როდესაც საქართველოში არის უკვე იმყოფება პირი, ან არ არის. თუ საქართველოში არის, პირველ რიგში აუცილებელი არის, რომ კანონიერად იმყოფებოდეს საქართველოში, ანუ არალეგალურად არ იყოს შემოსული. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ფორმდება შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან, ან დაუშვათ თუ თვითდასაქმებულია უკვე წამოწყებული უნდა ქონდეს რამე საქმიანობა. ამის საფუძველზე მიმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს თვითდასაქმებული, ხოლო შრომითი მიგრანტი, რომელიც კონკრეტულ კომპანიაში ან ორგანიზაციაში უნდა დასაქმდეს, ამ დამსაქმებლის მეშვეობით მიმართავს სამინისტროს და ითხოვს კონკრეტულ სფეროში ეს არ გაიცემა ზოგადი დასაქმების უფლება, გაიცემა ან კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტულ დამსაქმებელთან. კონკრეტულ სფეროში, კონკრეტული ვადით, ეს შეიძლება იყოს შრომითი ხელშეკრულების ვადით, შრომითი უფლების მინიჭების თაობაზე და დაახლოებით 30 დღიანი ვადა აქვს განხილვას. დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ვალდებულია მიმართოს ერთი თვის ვადაში შესაბამის ორგანოს და მიიღოს შესაბამისი D1 კატეგორიის ვიზა, რომ ლეგალურად იმყოფებოდეს საქართველოში. თუ უკვე საქართველოშია და არ ფლობს მაგალითად ბინადრობის ნებართვას და ასე შემდეგ, სხვა ლეგალურ საფუძველს საქართველოში ყოფნის, უკვე შრომითი უფლების მინიჭებიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია მიმართოს ასევე შესაბამის სამსახურს და მოითხოვოს ან ბინადრობის ნებართვა, მაგალითად ახლა დაემატა IT სფეროში ბინადრობის ნებართვის საფუძველიც და ყოველ შემთხვევაში რა საფუძვლითაც არ უნდა იყოს, ვალდებული არის რომ მოიპოვოს ეს უფლება. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელია მისი ლეგალურად დასაქმება მოხდეს ან თვითდასაქმება. კი ბატონო, ახალი კანონის პირობებში თუ არის გათვალისწინებული კომპანიებისთვის რაიმე კვოტა იმ ადამიანებისთვის, უცხოელი კადრებისთვის, რომელთა დასაქმებას ისინი აპირებენ. თუ დადგინდა ესეც, რომ რაღაც გარკვეული ოდენობა იყოს განსაზღვრული. აი, შესავალშიც აღნიშნე, რომ ეს გარკვეულწილად შიდა სამუშაო ძალის დაცვას ემსახურება, უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა სახელმწიფო უზრუნველყოფს მუდმივ კვლევას, თუ რა საჭიროებები იქნება ბაზარზე კონკრეტული პროფესიების და კვალიფიკაციის მიმართ. თუ იქნება დეფიციტური იმ სფეროში სახელმწიფო შეეცდება, რომ ადგილობრივი კადრები გადაამზადოს. თუმცა დეფიციტურ სფეროებში უკვე გასცემს თავისუფლად უცხოელებზეც. თუმცა თუ ჭარბი იქნება და ეს არ არის კონკრეტულად აი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება ფიქსირებული რაოდენობა. ეს არის კვლევის საფუძველი და შესაძლებელია აქცენტი გაკეთდება და უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ სამუშაო ძალას და ეს რა თქმა უნდა შეიცვლება იმის მიხედვით თუ იმ მომენტში შრომით ბაზარზე რა ვითარებაა. კი ბატონო.
ეხება თუ არა ცვლილებები მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების ნაწილს, თუ სხვა ხელშეკრულების ნაწილშიც არის ეს განხილული? იცით რა, მე პირველად რო გავეცანი ამ კანონ პროექტს, სხვათა შორის პირველი კითხვა ეგ გამიჩნდა, იმიტომ რომ იურისტები და ადვოკატები ხშირად პირველად ვცდილობთ ხოლმე აი გამოსავლის მოძებნას და ეს დაზღვეულია, იმიტომ რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ინტერპრეტაციის საგანი და შრომით ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო, რაც ხშირად ხდება ხოლმე და ყოფილიყო მაგალითად მომსახურების ხელშეკრულება. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ხელშეკრულებას დადებენ მხარეები. თუ მომსახურების ან შრომის გაწევა არის საგანი და მეორე მხრივ შესაბამისი ანაზღაურების მიღება, აუცილებლად უკვე ამ რეგულაციების ქვეშ მოექცევა ესეთი ურთიერთობა. კი ბატონო, და ვთქვათ სანქციების ნაწილზეც განისაზღვრა, როგორც ვთქვით, თუ არის უკვე კონკრეტული, ესე ვთქვათ, ოდენობა განსაზღვრული სანქციების და ხო, როგორც აღნიშნეთ, ექვემდებარება სანქციას როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი, ხო, დარღვევის შემთხვევაში და გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში. არა მხოლოდ ამ ნაწილში, სხვათა შორის ზოგადად შრომითი მიგრაციის ნაწილში ბევრ დარღვევებზე გაიზარდა სანქციები, მაგრამ მხოლოდ ამაზე ვისაუბრებ. მაგალითისთვის, დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ შეატყობინოს სამინისტროს თუ შეწყდა ხელშეკრულება და უკვე საფუძველი არის შრომის უფლების შეწყვეტის. 5 დღის ვადა აქვს ასეთი ცვლილებების შეტყობინების დამსაქმებელს და თუ ეს დაარღვია, ამის ჯარიმა გათვალისწინებულია 1000 ლარი, განმეორებით 2000, კიდევ განმეორებით 6000 ლარი ეს დამსაქმებელზე. რაც შეეხება დასაქმების უფლების გარეშე დასაქმებას, ამაზე არის გათვალისწინებული როგორც თვითდასაქმებულისთვის, ისე შრომითი მიგრანტისთვის, ფიზიკური პირისთვის და დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის ან დამსაქმებელი პირისთვის. პირველი შემთხვევა იქნება 2000 ლარიანი ჯარიმა, მეორე არის 4000 ლარიანი და მესამე უკვე 12000 ლარი და ეს არის ყოველ დასაქმებულზე და არა ერთიანად. ყოველ დასაქმებულზე შეიძლება ეს ჯარიმა იქნეს გამოყენებული და ყოველი მომდევნო ფაქტობრივად არ დარჩება რეაგირების გარეშე. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ჯარიმა დევს სასწორის მეორე მხარეს იმისთვის, რომ კომპანიას უღირდეს, რომ არალეგალურად დაასაქმოს ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი უფლება. ჩვენ ერთი მხრივ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეცვლის ეს ახალი დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ზოგადად შრომის ბაზარზე, თუმცა მეორე მხრივ რა ცვლის კომპანიებისთვის, რა ეტაპს გადიან ახლა ისინი მოსამზადებელ პერიოდს გულისხმობ და თუ გაიზარდა მათ შორის მომართვიანობაც, რომ კონსულტაცია მიიღონ იმისათვის, რომ სწორად კანონის დაცვის ფარგლებში უპირველესად მოემზადონ კანონის ამოქმედებისთვის. მომართვიანობის გაზრდა ჯერ არ მომხდარა, იმიტომ რომ ჩემი ვარაუდით უფრო 2026 წლის დასაწყისიდან დაიწყება. როგორც წესი, ასე არის ხოლმე, რომ ბოლო მომენტში ხდება უკვე ორგანიზება, მით უმეტეს, რომ დიდი ხანი არ არის, რაც საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ძალაში. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩემ პრაქტიკაში ჯერ არ დაწყებულა, მე დავიწყე მაგალითად ჩემი კლიენტებისთვის ამ ინფორმაციების გაზიარება. რა მოსამზადებელი ეტაპია? მაშინ, როდესაც უკვე ჩვენ ან კომპანია დამსაქმებელი გადაწყვეტს, რომ დაასაქმოს ასეთი პირი, სწორედ თვითონ არის ვალდებული, რომ მიმართოს სამინისტროს, გულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, იმისთვის, რომ მიიღოს კონკრეტულმა პირმა, რომელიც დასაქმებასაც აპირებს, შესაბამისი შრომის უფლება. სწორედ მან უნდა წარადგინოს ის დასაბუთება, მაგალითად ის სფერო, რა სფეროში უნდა იყოს დასაქმებული პირი, რატომ არის დეფიციტური და რატომ არა იყო ანა მაგალითად საქართველოს მოქალაქე და დასაბუთება უნდა იყოს მყარი იმისათვის, რომ ამ პირმა, რომლის დასაქმებასაც ისაპირებს, ნამდვილად შეძლოს, რომ მიიღოს შრომის უფლება. ეს მოსამზადებელი სამუშაოები ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის პირველი ნაბიჯი, აქამდე არ ყოფილა საქართველოში მსგავსი რეგულირება და გამოცდილებაც არ აქვს, რა თქმა უნდა, კომპანიას თუ რა ფორმით უნდა მოხდეს, თუმცა კანონის შემუშავების შემდგომ მათ შორის საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე აქტებით დარეგულირდება სხვადასხვა პროცესები, როგორიც არის მაგალითად გაცემის პროცედურა, საფასურები, რომელიც ზედაზღვარი დაადგინა კანონმა, რომ უნდა იყოს დაახლოებით დაჩქარებულის ჩათვლით 500 ლარი. თუმცა ცალკე იქნება განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესუალური ნაწილი კანონქვემდებარე აქტებით არის განსაზღვრული და ამის მიხედვით კომპანიებმა შიდა სტრუქტურული დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა შეიმუშაონ.
კი ბატონო. და ბოლოს მინდა შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და კითხოთ თქვენს პირად მოსაზრებას, თქვენი შეფასებით, რამდენად საჭირო და დროული იყო ეს საკანონმდებლო ცვლილება, რამდენად არის მისი რეალური მიზანი, რომ მათ შორის დაცული იყოს უცხოელი დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივი კადრები იყვნენ დაცულები, რომლებსაც უწევთ კონკურენცია გაუწიონ უცხოელ მუშახელსაც. იცით რა არის, მე ხშირად მეკითხებოდნენ სხვათა შორის პრაქტიკაშიც, რომ უცხოელს რომ ვასაქმებ, რაიმე დამატებით მჭირდება თუ არა. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მიღებული და გავრცელებული პრაქტიკა უცხო ქვეყნებში. მე პირადად რაც შემხვედრია. აქედან გამომდინარე, მიმოჩნია რომ დროული იყო. ეს არ არღვევს არც უცხოელის უფლებას და პირიქით დამატებით იცავს საქართველოს მოქალაქის როგორც დასაქმებულის უფლებას. აქედან გამომდინარე, მე პირადად მივესალმები, თავშევიკავებ ახლა დეტალური კვლევისგან და ასე შემდეგ, თუმცა არ მგონია, რომ ამით შეიძლება ვინმეს უფლებები შეილახოს, უბრალოდ ფაქტობრივად ახალ რეალობაში ვიქნებით, სადაც დამატებითი ნებართვის მიღების ვალდებულება გაუჩნდება უცხოელს, ვინაიდან გარკვეული პრიორიტეტი მიენიჭა ადგილობრივ დასაქმებულს. კი ბატონო, და თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად მოგმართავენ ეს თქვათ კომპანიები კითხვით, უწევთ თუ არა, მოუწევთ თუ არა, და უნდა გააკეთონ თუ არა რაიმე დამატებითი უცხოელის დასაქმების პროცესში. რამდენად გაიზარდა ტენდენცია ქართულ კომპანიებში ამასთან დაკავშირებით გულისხმობ უცხოელების საქმიანობაში ჩართულობას? საკმაოდ ახლა ზრდის და ცვლილების ტენდენცია არ ვიცი ახლა. სიმართლე რომ გითხრათ, მე მაგალითად კანონ პროექტის განმარტებითი ბარათიდან შევიტყვე ის სტატისტიკა, იმიტომ რომ ცალკე არ დავინტერესებულ ვარ მისი ის სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი შემოდის და რჩება 6 თვეზე მეტი ხნით საქართველოში, რაც თავის თავში მოიაზრებს, რომ ისინი დასაქმებულები არიან საქართველოში. ეს არის 300,000 ადამიანი დაახლოებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზრდადი ტენდენცია არსებობს და თუმცა ყოველთვის იყო ჩემს პრაქტიკაში, ჩემს კლიენტებთან უცხოელი, არასაქართლოს მოქალაქე, შეიძლება წარმოშობით ქართველიც, თუმცა არასაქართლოს მოქალაქე დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი კონკრეტულად ზრდის და კლების ტენდენციაზე ვერ ვისაუბრებ, მე პირადად ეს კვლევა არ ჩამიტარებია ჩემი კომპეტენციის მიღმა. თუმცა პრაქტიკაში ნამდვილად ხშირია ასეთ შემთხვევები, ახლა ბინადრობის ნებართვიდან დაწყებული მოქალაქეობის მოთხოვნით და ან აღდგენით, მაგალითად როგორც ვახსენეთ წარმოშობით ქართველებზე, ხშირია ჩემს პრაქტიკაში, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ეს პრაქტიკა, თუმცა აი ზრდისა და კლების ტენდენციებზე ნაკლებად შემიძლია. კი ბატონო, და თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ასე მაინტერესებს, რამდენად მარტივად ადაპტირდებიან საკანონმდებლო სიახლეებზე ქართული კომპანიები? რამდენად არის ეს გამოწვევა? იცით რა, ჩვენ ვცდილობთ ადვოკატები და იურისტები, რომ ეს გავუმარტივოთ. აქედან გამომდინარე, მარტივად. ჩემი აზრით, სრულიად მარტივად მიმღებლობა აქვთ და აი ახლაც კი, როდესაც გავაზიარე ეს ინფორმაცია პატარა მოკლე აღწერილობა, იმიტომ რომ ახლა საკანონმდებლო ცვლილების რაღაც ბრიფი ესე უხეშად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, არის მიმღებლობა და გადავდივართ უკვე შემდგომ ნაბიჯებზე პრაქტიკაში, როგორ განვახორციელოთ ის ყველაფერი, რაც კანონში წერია. კი ბატონო. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ასე დეტალურად განმარტებისთვის იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შრომით იმიგრაციის კანონში შედის და მოკლედ უკვე ამოქმედების შემდგომაც დაველოდებით უკვე შედეგებს. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ სალი ბეჟაშვილი ადვოკატი სტუმრობდა გადაცემაში.